ხმაური იყო ცოტა ხნის წინ თბილისში საბურთალოზე სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ტაქსის მძღოლი ძალის გამოყენებით დააკავეს. დამკავებლებს ფორმა არ აცვიათ, თუმცა ამბობენ, რომ პოლიციიდან არიან. ადვოკატების ცნობით ყველა საჭირო პროცედურას გადიან იმისთვის, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ დედასთან გამომშვიდობება შეძლოს. პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ ლიდერს დედა დღეს გარდაეცვალა. ჯაფარიძეს ინფორმაცია საპატიმროში უფლებადამცველმა პირადად შეატყობინა. ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირსა და მექსიკას 30%-იან ტარიფებს უწესებს. დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტსა და მექსიკის პრეზიდენტს წერილებით აცნობა. გაზრდილი ტარიფები 1 აგვისტოდან ამოქმედდება. 30%-იანი ტარიფი ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს დააზარალებს. ასე აფასებს ტრამპის გადაწყვეტილებას ევროკომისიის პრეზიდენტი. 1 აგვისტომდე შეთანხმების მისაღწევად მუშაობას გავაგრძელებთ. მზადვართ პროპორციული საპასუხო ზომების საფუძველზე დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები, დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე.